ამ ჩემს სამართლის თეორიაში გავიჭედე. ჩიხში ვარ, ჩიხში, ტუპიკში. დედენდი. ადი ექსოდოს. ესე იგი იდეა ჩემი რაში მდგომარეობიდან. უმარტივესი რაღაცაა და ვაფშე არ სჭირდება ამას დამტკიცება მეგონი და საერთოდ ამ იდეა არის და საკმარისია. რატომ მიყავ ხელი დამტკიცებას? მაგას ორი მიზეზი აქვს ხოლმე ძირითადად როცა რაღაცას აზრი გააქვს თავში რაღაცა სქემასავით გაქვს ან უბრალოდ ინტუიცია გაქვს. ერთი არის რომ ამ ინტუიციაში გარკვევა გინდა. ეს საერთოდ ეს ინტერესი დამახასიათებელია ძუძუმწოვართათვის. აგერა ჩემი ზუზუც დადის და რაღაცებს ეძებს და იკოლევს და ძირითადად ეს არის რომ სამი რაღაცა არ შეგჭამონ შეჭამო და გამრავლდე. ამისათვის გჭირდება მოცემული ინფორმაციის თუ შენამდე მოსული data-ს რო ეძახიან ინფორმაციას გაუკეთო ანალიზი. ესე იგი თანშობილი მეცნიერული ლუტოლობა გვაქვს. თანდაყოლილი. ხო და innate. ხო და ეგ ერთი მიზეზია რა ბუნებრივი ინტერესი აი რაღაცა ინტუიციის თეორია მართლა ესე არის თუ არა. დაჟე მაშინაც კი როდესაც აი დაჟე მაშინაც კი დაჟე რაღაც უნდა. მაშინაც კი თვით მაშინაც კი. ოკეი დაჟე ესე თვით მაშინაც კი. ხო ეს დაჟე რუსული. რატო ვთქვი მეთქი. ხო და ეს მაშინაც კი როდესაც ზოგჯერ ადამიანი აი მოიხელთებს გაგებას მოიხელთებს კაფეო იდეას გამჭვირვალეს იწყებს მე მისით გურთაობას ამის ყველაზე ცივი თვალსაჩინო მაგალითია ედი შერიჭელიძე ხო მაგრამ ნუ ედი შერიც ამას მე მგონი უფრო შემოსავლისთვის აკეთებს მაგრამ თქვა ეგრეც არ არის იმიტომ რომ მარტო შემოსავლისთვის რო აკეთებდეს როგორღაც მისი ნიჭის ადამიანი შეძლებდა იმას რომ მისთვის საინტერესო და შემოსავლიანი საქმე რამენაირად დაებალანსებინა თავის ცხოვრებაში. ასე რომ აინც მგონია რომ ეს მისი ინტერესია. ეს ხელახლა ალბათ გაგების სიამოვნების განცდა გახანძლივება განგრძობა არის ეგარი ნეტარება ადამიანისთვის. რო სამთხე ცოტა ახობით ეგეთი რაღაცაა რა რომ მუდამ ჭრეტელობაში ხარ მუდამ განიხილავ ახლებურად ხედავ თითოეულ იდეას თითოეულ არსებას და შენ არ ვიცი ნამდვილად ხო შეიძლება ეს არის მეორე არის ჩვეულებრივი ყოფითი ინტერესი რა ინტერესი შეიძლება მქონდეს მე ამ საკითხებზე ფიქრიცას. ნუ ვიღაცას გაუზიარო და პატივი მოვიპოვო. ხო, ვიღაცამ თქვას, რა ჭკვიანია. ხო, ეს გჭირდება ადამიანს აღიარება, აღიარება. საზოგადოების მხრიდან, იმიტომ რომ ჩვენ საზოგადო ცხოველი ვართ, ხო, უბრალოდ ქალაქ მოსახლე
ცოცხალი არსება, როგორც არისტოტელე ამბობს, სოციალური ცხოველი. სამის ნათქვამის ყველანაირად შეიძლება გადატრიალება. ხო, ეს არის ესეთი რაღაც, რაც შეიძლება ჭირდება ადამიანს მეცმად. მესამე არის ეგეთივე ყოფითი, ესე იგი ყოფითივე შედის. ელემენტარულად აი ატომაც გულშემატკივრობ მაგალითად საქართველოს ნაკრებს ან რაც ერთგვარი პატრიოტული ცნობა, ესეც აი ამ იმიტომ რომ ხროვის არსებები ვართ. აი ჩემი ძაღლი მაგის მოწმე არის. ესეც ხროვა, მეც ხროვა და ეს ორი ხროვაც აი აქ ერთმანეთს მოვერგეთ. გლებსაც ძალიან ესეთი ინდივიდუალობაც გამოხატული აქვს და ხროვის წევრობაც, ნაწილობაცაც, კაი წევრი მაინც ადამიანზე არის. ხო და ესე ვართ და ჩვენც ეგეთები ვართ რა, ინდივიდუალურისკენ გვაქვს რაღაც პატარა ნამიჯი და ამავე დროს გვაქვს აი ეს ხროვის ბუნება და ვიყოთ ხროვის ნაწილი ბუნება და ასე მოვერგეთ ჩვენ და ძაღლი. აქედან გამომდინარე გვაქვს შემდეგ ეს გრძნობები ერთობების მიმართ. პირველი ერთობა ეს არის დედა, მამა, ძმა. ბიძაშვილი, მამიდაშვილი, დეიდაშვილები მერე და ასე განვიცობით სოფლიოში ეს მაგალითად კარგად ჩანს მაგალითად იესოსში რა თავის ოჯახის წევრები არიან ეს იოანე და იაკობი მე რაღაც მათი ნათესავები არიან პეტრე და ანდრეა მე მაგათ ყავთ მეგობარი ფილიპე მე იმან დაუძახა ნათანაელს და როგორც ელმა გალილეამ მოიყარა რაღაცნაირად მასთან თავი. შემდეგ ეს ჯგუფი მიდის იერუსალიმში და ეს უკვე მთელი ქალაქი ხდება და მე იერუსალიმიდან მიდის რომში. მოციქულთაში. სადაც რომი უკვე როგორც კოსმოპოლიტური ქალაქი, დედამიწის გული, ტიპი. ეს ტოვა გაფართოებისკენ აქვს ადამიანებს, იმიტომ რომ ადამიანის ცნობიერება არის ძალიან ძერწვადი. თუ რაღაც გარკვეულ ასაკამდე ეს არ ჩაირთო, ადამიანის ცნობიერება არ მოიქოქა, მე ადამიანი ვეღარ ხდება ადამიანი. რაღაც ცდებსაც რომ ამყარებდნენ ბავშვებზე, ზოგი ვაფშე საერთოდ გარდაიცვალა იზოლაციაში რომ ყოლოდათ რა ალელაპარაკებდნენ, არაფერ მარტო საჭმელს აწვდიდნენ და ყველა ბავშვი გარდაეცვალა. ეს 19 საუკუნეში თუ არ ვცდები თუ 18-ში. ხო არსებობს ეგეთი ცდაც. ხო და ეს არის ეს იმპეტუს ბიძგი, რომელიც ალბათ არის ჩემში ერთგვარი პატივისცემა სამშობლოსადმი, მაგრამ უფრო მეტად ორგანული მის ნაწილად თვითახკმა და შესაბამისი პასუხისმგებლობა. აი ვთქვი რომ აი გამრავლებას როცა ვლაპარაკობ, რომ ვამბობ რომ არის თვითგადარჩენა და გამრავლება, ეს ორი. თვითგადარჩენა ორად იყოფა, ხო უნდა ჭამა საჭმელი. უნდა დაიცვა თავი მხეცებისგან, არ შეგჭამა. ეს მაინც ერთია, ეს თვითგადარჩენა და მეორე არის გამრავლება რა, მაგრამ ამ გამრავლებაში შედის, აქაც ორნაირია, რომ არის ერთი რომ გამრავლდება მინა შენ. ამას უბრძოლებლად არც ერთი მამრი არ დათმობს, რაღაცას გაიბრძოლებს მაინც.
რომ თვითონ იყოს გამრავლებელი თავისი ხროვის, მაგრამ ზოგან არის მგლებში მაგათ ადამიანებში უფრო მეტად მაინც არის ეს გლებში არის ეს ინდივიდუალური ცოლები ყავთ. წყვილდებიან და თავიანთი ლეკვები აქვს. მაგრამ არის რაღაც ქათმებში ან ბუღა რაღაც ეგეთი ან ბეგემოტებში, სადაც ერთი არის მამრი, რომელიც ხარებში ყოფილა ანაყოფიერებს, ვის შთამომავლობა ყველა დანარჩენი იქნება და დანარჩენი მამრები მრავლდებიან, ასე ვთქვათ, კოსტვენაირებად. როგორ ხდება ეს? ინარჩუნებენ და ულიან ხროვას რა. ეს პასუხისმგებლობა არა მხოლოდ საკუთარი ნაშიერისადმი, არამედ შენი ხროვისადმი, ან შენი საზოგადოებისადმი ჩვენ შეადებულია. შემდეგ იდეოლოგიზირებისა და პროპაგანდისა და აღზრდის საშუალებით ადამიანი ხდები ამა თუ იმ რაღაც ერთობის პატრიოტი. თავს როგორ ჩაგინერგავენ ხარ ქართველი საქართველოს რაღაც აღმაშენებელი გირჩის წევრი ამ კლუბის ფანი და ესე რაღაც. მე საზოგადოებაში რაღაც სხვა საზოგადოებებს ამის უნარი ძაღლებსაც აღმოაჩნდათ გლებსაც, ხო? და სხვადასხვა ცხოველებსაც რომებს და რაღაცებს იშინაურებენ ხალხი, პინგვინებს და ბუ ყოფილა ძალიან და ყვავი ხო საერთოდ ვაფშე. რაღაც ეს გვაქვს ეს მომენტი. ხო, ეს მაიძულებს ალბათ ეს სამი რაღაცა. მაიძულებს რომ მაინც ეს რაღაცა ინტერესი მქონდეს ამ და ვეჭხით კედელავები ამ ჩემს რაღაცა სამართლის თეორიას. სიმართლე გითხრათ ეს რაღაცა მომენტში შეგნებულადაც გავაკეთე რომ გაერთო ადამიანი რა რაღაცით დაკავდე, ხო, რაღაც ისეთი მიზანი მქონდეს. ცოტა იმიტომ ეხლა ჩემი მიზანი არის პენსიაზე გასულა. მაგრამ მანამდე შორია. ჩემი მიზანი არის რაჩელო მალე გავიდე პენსიაზე და ცოტა ხნით დავბრუნდე საქართველოში. მოვსინჯო საქართველოში უფრო სწორად. ამდენად გავამივა იქ ცხოვრება თუ გავამივა. ხომ კარგი. თუ არა დავბრუნდები უკან აქ. რაღაც ესეთი შორი იდეა მიკიაფებს. ასაკიდან გამომდინარე ხა ჩემს ასაკში ადამიანს ოდის გაუჩერდება ღვიძლი ან გული ან თუნში გაუჟონავს რაღაცა ამნეზიოთ რა ქვია მას ანევრიზმა დაემართება რაღაცა ეს ყოველდღიურად არის შესაძლებელი ასე რომ ეს შორი გეგმების აგეგმები გაქვს მოხუც და 10 წელიწადში ესე რაღაცა რომ მკითხო ავამ თავარს ვიტყვი ჩემო ვიცოცხლო და მიდოდეს ეხა ერთანაც არ ვიყავ თვად მტყუანი ხა მისი წყალობის იმედი მოგვიშალოს გააგებავ მაგრამ ჩვენს ყოველ რაღაცა თუმცა უკეთესი ადამიანი ხდებოდი მაგას ვერ ვატყობ შემდგომ ხო და ისე გავერთამ ყოველდღიურობაში აი ეს ლექციებს კითხულობდი მაგრამ ლექციების კითხვა ეს არის ყველაზე ხელმოცარული მხარე აკადემიური ცხოვრების. ლექტორი არაფერი არის. რაღაცა სტუდენტებს ერთსა და იმავებს. მაგაზე ფილმებიც გინახავთ ალბათ და წიგნშიც არის. ერთსა და იმავებს სტუდენტს უყვები, იქ ხაჩემ ხასიდან გამომდინარე ყოველთვის რაღაცას ვიმპროვიზირები. და ბოლოს ყველაფერი კამდე დადის, რომ უახლოვდები სტუდენტებს და მაგრამ სიამოვნების მადლობას რომ მეუნებიან. მაგრამ ეს უკვე ვეღარ იჭერს doesn't occupy me. ვეღარ მივსევს ბევრ დროს ხარ ამდენ ლექციონებს თუ ძალიან ბევრი წავიკითხო უაზრს სამუშაოც არ გინდა ხო თუ ცოტა გაქვს რა კაი კვირაში 3 ლექცია გაქვს თუ რამდენი 2 თუ 3
მარტი მახსოვს. ორი ლექსია თქვათ მაგალითად ერთ საგანში. და სამ საათი რა მოხდა. ეხლა 3 საათი გადის უცებ რა. მე უკვე გამზადებული გაქვს ეს რა ტექსტები უბრალოდ საერთოდ ჩატში ჩააგდე, ისინი რაღაც დავალებას დაწერს, რომელსაც არ წაიკითხო, მე დავიარა ხელი ბოლო იკითხო. და ნუ ზოგ შეიძლება გადაავლო თვალე ხა თუ თვითონ სტუდენტმა გთხოვა რაღაც. ესე მიგაქ რა და გართობა გინდა და ნუ დავისახე რომ მოდი აბა ამ საეკლესიო სამართალს გადავხედავ აბა ერთი ვნახავ. ან ჩემი იურისტი იყო, მე იურისტობა მინდოდა რა, ეს იყო ჩემი მიზანი. და ყველაფერი ესე გამგეგმით მიდიოდა. მაშინ ჩემ დროს იურიდიულზე მოხვედრა ესე არ ხდებოდა რა. არ რაღაც ტექნიკუმში უნდა გადასულიყავი და იქ მე 5-ოსანი ყოფილიყავი და მე რაღაც ძალიან ბევრი შემოვლითი გზები იყო. ან რაღაცა სტაჟი უნდა ქონოდა პოლიციაში რაღაცა. ჩემი მე აპირებდა ამის გაკეთებას. რომ ესე შეთანხმებული ვიყავით ხომჩებთან, რომ მოკლედ თავიდან გპ-ში ვაბარებდი. მე ის გამოფორმებდა პოლიციაში, რაღაც პოლიციის ჯარში, მვდ-ის ჯარში. ეგ პრინციპში ისედაც შემეძლო. მე რატომღაც აღარ გავაკეთე, ხო და ნუ მე უკვე სტაჟად ჩამეთვლებოდა და თან ამ დროს სწავლას გავაგზავნებდი. მე ნუ რაღაც მე იურიდიული რაღაც ესეთი გეგმა იყო რა მოკვდა ამჩემ. კაგრას და მე ეთყობა ჩემს გონებაშიც ბევრი რამე შეიცვალა, ზუსტად ვერ გეტყვით რა მოხდა, რატო გადავიფიქრე, მაგრამ ეს გზა, მაგრამ შეიძლება დავამჩემ სამხანაგებით. ფონს გასვლა ამ გეგმის განხორციელება, მაგრამ რატომღაც ეს პოლიციის ჯარში ყოფნა რაღაცას არ დამრუმეოსა ეთყობა. ხო, აღარ მახსოვს. ხო და ნუ მე გეიმაში რო ვიყავი აკადემიაში და ჩემი გეგმა იყო სწორედ დაცვა საეკლესიო სამართალში დისერტაციების. ეს იყო გეგმა რა თავიდან. სადოქტოროზე ჩავეწერე კიდე თესალონიკის უნივერსიტეტში, სწორედ სამართალზე. სახელმწიფო ეკლესიის ურთიერთობას და შვეიცარიაშიც რო ვიყავი, იქაც მაგ თემაზე ვფიქრობდი და იქ ერთი ჩემი სტატია, რომელიც მე აქეთ ამერიკაში გამოქვეყნდა, მე საქართველოშიც გამოქვეყნდა ოღონ უკვე საქართველოში უფრო გავრცობილი ვარიანტი. სწორედ ეს იყო ერთგვარი შესავალი ჩემს სადოქტორო აშრომში. არა მე ცხოვრებას თავისი გეგმები აქვს და სხვანაირად არ იმართა, ასე რომ ეს უბრალოდ ეხა ეს დაუბრუნდი ხა ამ თემას ასე ვთქვათ. ხო და იურიდიული განათლება არა, კარგია რომ იურიდიული განათლება რომ ქონოდა, ალბათ ამ საკითხებს უფრო შინაარსობრივად მიუდგებოდი. თუმცა ეს იურიდიული განათლებასაც სხვაგან მიყავხარ რა. იქაც ერთია მე უფრო სამართლის ფილოსოფიაზე ვარ, ვიდრე სამართლის თეორიაზე და ოკეი. სულაც არის საჭირო სამართლის ფილოსოფიაზე და იურისტი ქონდეს, იურიდიული განათლება ქონდეს. არც ერთი სამართლის ფილოსოფოსი იურისტი ჯიში არის კი, მაგრამ მე უფრო ხშირად ხოლმე გადადიან სხვა ფილოსოფიებში, პოლიტიკის ფილოსოფია ხდებიან და რაღაც ეგეთი მსგავსი. ხო და მოკლედ აქ რა იდეა დამესახა მე და რატო დავიწყე, ნუ გითხარი, ეხლა ეს ახსენი რატომაც ეს მე მაინტერესებდა, რატომ ვაკეთებ ამას და ეხლა ეს გზა სერნობა ამისთვის გამოვეყენე, რომ ჩემთვის ჩავმაყალიბებინა ეს მეხმარება რომ ვიწერ.
იმიტომ რომ უფრო კონცენტრირებული ხდები მე ლაპარაკში. და ამიტომ ესე ვიწერ და მე ვდებ რომ თუ არ დავდები მე მეორჯერ რო ვიწერ უკვე აღარა ვარ კონცენტრირებული ხოლმე. ხო სარამაგუზე მაქვს ერთი კარგის მეგონა ვიწერდი ტელეფონი გამომთიშია. იქ არის სარამაგუსთან ბოლო ნაწილში მოკეთ ამ კაინთანაც უკვე მჟღავნდება ეს. ის მეორე რომანში, რომანები ბევრი აქვს, მაგრამ ერთი ასე ვთქვათ, ჩემი გაგები ტრილოგია. ეს არის ხედვა, სიბრმავე, მეორე არის გამოხედვა იქნება, გამოყურება უფრო შეიძლება იქნება, გამოხედვა. საიდანღაც გამოხედვა. ეს კი არა რა სიფათი გაქვს ბიჭო და სიფათი კი არა როი გაქვს ეკი გამოხედა ეს აფანჯიდან გამოიხედა გამოჭრედა გამოჭრიჭინება გამოცქერა არ გამოწრა გამოხედვა მოხედვა შეიძლება იყოს მოხედვა შეიძლება ეგეც იყოს არის გახედვა მოხედვა შეიძლება თუ იყოს ხო და მესამე არის კაენი რა და ამ სამში იკვეთება განსაკუთრებით მეორეში გამოხედვაში ეს კონსპირაციის თეორიების აი მოქმედება ვაშლი ველური გაველურებული კონსპირაციის თეორიებისა და შემდეგ აი ამ და რაც ნუ პირველში კარგად ჩანს, ესე იგი სიბრმავეში ადამიანის გულკეთილობაზე რა, გულისხმიერებაზე ესეთი აი გულისხმიერი ადამიანი, კახე სიტყვა აქ. მეგონი გულისხმიერი არც ერთ ენაში არ აქვს, ხო? დაბრადუშნი გულკეთილია გული გვაქვს ქართულად სხვა ენებში სადაც სული არის ხოლმე სულგრძელი გვაქვს ხო გულგრძელი არ აქვს სული долготерпивый რუსულად макроθიმოს სულგრძელი კი არ არის დიდი макроθიმოს არის გრძელ ხურვალე გრძელგზნებიანი ესე იგი დიდხანს რო ინარჩუნეს გზნებას макроθიმოს არ არის სულგრძელი ხო დამთმენი ადამიანია ხო მაგრამ ხო ვერზუნს შეესე compassionate არის вообще ლათინური სიტყვაა compassion თანაგრძნობა თანალმობა რა შეიძლება თანავნება morning ხოდა ეს სამი რაღაცა და კონსპირაციის თეორია მაგაზე ვილაპარაკე და ხა მეურჯი ლაპარაკო მეზარება აი კონსპირაციის თეორიების შეთქმულების თეორიებს რასაკეთებს ხუპავს ბავშვი საზოგადოებას ის რა კონსპირაციის თეორია რა არის რომ შენ ცხადად ხედავ რაღაცას რა და ის გიბრმავებს რაცა ყველაფერი რო იცი რა ეს პუტინმა ეს ის ყოველთვის იცი რა აი რაღაცა ისეთი იცი რა ხომ არ იცის და შენ უფრო კარგად განჭოვრეთ რა ლოფს ამას და შენ უფრო კარგად განჭოვრეთ ყველაფერი ამას და ეს არის სწორედ ის ნათელი სიბრმავე ზიანი ხა აი პირველი სარამაგუს ბრმები სწორედ დაახლოებით ზიანი ხამესავით არიან ზიანი ხამე ხო ეს არის რა რომ ეს სიბნელე არის წყდიადი ნოსელთა მაგრამ ის არის კაშკაშა წყდიადი რაღაც ესეთი სადაც ნათელი და ბნელი ერთად არის
სადაც ეს დუალიზმი აღარ არის მოკლედ რა. შავს და თეთრ შორის და ყველაფერი ერთად არის მოცემული ეს მისტიკური გაცდა. დაახლოებით ეგეთი რამე ემართებათ და მაგით ბრმავდებიან. ისინი წყვდიანში კი არ ეფლობიან, პირიქით შუქის სიკაშკაშეში ეფლობიან. ესე იგი მათ ისინი სითეთრეს ხედავენ. ხო, მოდი აკაცი, მოდი. Little girl. ზოგს ბავშვებს აი ნატურიდან ზოგი ბავშვებს ეშინიათ ხოლმე რა. ზოგი ბავშვი კიდე ახლა სუპატარა ბავშვი იყო ეს შინელები. და როგორ უყვარდა. რავი ხა თუ შეჭმა მოუნდო. მაგრამ ყველანი ხო არ აჭამენ შინელები ძალი. სხვადასხვა აქ შინელებს თითქმის არ აყავს ძალები. არ ზოგს ხავს. ხო და მოკეთ იქ არის ერთი იდეა Max, დაახლოებით ეს როგორ არის ხა? ნუ ჩემი იდეა არის მარტივი ეს დელოსთან, ყველაზე კარგად ეს დელიოსთან არის ასახული ამ ბოლო და იმასთან. ნუ ყველას აქვს, ფუკოსაც აქვს, დერიდასაც აქვს ამაზე და ამაზე კი არა, ამაზე წერდნენ ძირითადად ისინი. როგორც პლატონი და არისტოტელე ფილოსოფია მთლიანად პოლიტიკური ფილოსოფიის შარჩოში, პოლიტიკური ფილოსოფიისთვის იყო რა, აი ქალაქი როგორ და ათენი როგორ შეენარჩუნებინათ, ნუ ხედავდნენ მორალურ არამდგრადობას და სწორედ აი ამისთვის ათენის გადარჩენისათვის შექმნეს ამხელა სისტემა ფილოსოფიის. ერთმანეთსა და მეორემოსა. შეიძლება სისტემები უწოდო, შეიძლება სისტემა ერთის. ხო და ყველა ხანდელი ფილოსოფოსის ჩვენი მამარდაშვილიც ბოლოს ხოლმე რაღაცნაირად მეტნაკლებად გადმოერთვება ხოლმე რა ამ პოლიტიკოსებს. კი არა ზოგჯერ თავარი იმპეტუს, თავარი ბიძგი. არის ხოლმე სწორედ ეს რაღაცა რომ გაერკვე ამ პოლიტიკურ აზრს ზოგისთვის ეს არის ბიძგი ზოგისთვის რაღაც ბოლოში მოიხრისტა. ხო და აქ არის რომ კანონი როგორც ასეთი რა ის რაც პავლე მოციქულს აქვთ 100 კლავს სრული აცოცხლებს. აი ეს მოტივი რა. და თავარი მოტივი უნდა იყოს ერთმანეთის სიყვარული და გააზრება იმისა, რომ მთელი კაცობრიობა ერთნი ვართ და კაცობრიობა არის სწორედ ქალაქი და იერუსალიმი და რომიც და რომ მისიონერობა ეს არის სავალდებულო, რადგან ჩვენ სულ ვართ დაცმები, სულ ვართ ერთი სხეულის წევრები, ნაწიბურები და ჩვენ გვაქვს ვალდებულება ერთმანეთ პავლე მაქსიმე აღსარებასთან საერთოდ ერთმანეთი გვშიაო, ესად იკავდებით. და იესოს შიოდით ჩვენ და შეგვეჭამ. ხო ეს მე იმასნი ცხარი სუნელიოთ რა ქვია მან პარფიუმ ქართულს ხო ნუ პარფიუმი რომ არ წიგნი რა ბოლოში ხო რასაკეთებს შეჯამენ რა მოკეთ ამას რა იმიტომ იმდენად ლამაზე იმდენად სიყვარულს აღძრავს მაშინ რომ ბოლოს ცოცხლად შეჯამდებს რა ხო ეს ერთმანეთის დივაუარ შტანდკმა поглощение. Καταπίνω αρέ, βερζουνάθμα. Შეჭმა κατέφαγε σε μένα. Κατέφαγε, უარყოფითი άκრა. Κατέφαγε, შემჭამე ორა. ხოდა. ამ სიტუაციაში ესე იგი ახდება ხა რომ კანონი ასო ტრადიცია რაც არის ეს მაინც არანაირად
კერძო შემთხვევას ხოლმე არ ერგვება. კერძო შემთხვევა ხოლმე არის უნიკალური საპირონებად დგას რა. ყოველთვის უნიკალურია. და მაგრამ სამართალს ახასიათებს ისეთი რაღაცა, რომ სამართალი კი არ ერგება პიროვნებას იერგებს რა, ერთგვარი ჰიდრასავით არის. შთანთქავს ადამიანის პიროვნულობას. ეს ასო, ეს ჯული. ეს სამართალი რა. ესე იგი თითოეული ადამიანი ხო პიროვნულობა იმას ნიშნავს, რომ ის განუმეორებელი არის. თუ ის განუმეორებელი არ არის, აი მის კლონირება შეიძლება. მაშინ ის აღარ არის პიროვნება, ის უბრალოდ ინდივიდია. აი ის რეპლიკაცია შეგიძლია, ის ასლის გაკეთება შეგიძლია. ის უკვე აღარ არის ადამიანი. აი პიროვნება. ხო აბრალებენ. ამ პოსტმოდერნისტებს რაც პიროვნებას ახშობდნენ და ღმერთის სიკვდილს მოყვა ადამიანის პიროვნების სიკვდილი და ეგეთ რაღაცებს და ამაში ყველაზე მეტად პოსტმოდერნისტებმა გამოიჩინეს თავი. არ არის ეგრე, პირიქით ისინი ასუფთავებენ მთელ ველს სწორედ პიროვნებისათვის. მოგეთ არა სამართალი კი არ უნდა ირგებდეს როგორც რამ ვეშაპი და დრაკონი, რომლის თავი განგმირა იესომ, როდესაც მოინათლა იორდანეში და ამიტომ ეს სწორედ ეს არის ლევიათანი, ხო? რატო უწოდეს მე ლევიათანს, ხო? ოფსი. რომ ეს ლევიათანი არის სწორედ სახელმწიფო არის სამართლის თეორიაზე და სამართლის თეორია და სახელმწიფო თეორია ერთად ისწავლეს. ხოდამ დელუზი ამბობს რომ არა ესე უნდა მოესადაგოს. ოკეი, ნუ ეს არის მთელი იდეა რა, ესე იგი როგორღაც უნდა შეიქმნას ისეთი სისტემა, რომ ადამიანი კი არ უნდა ერგებოდეს კანონს, არამედ კანონი უნდა და სამართალი ისე უნდა ფუნქციონირებდეს, თუ დაწერე ისე ესე იგი სასამართლო ადვოკატები, რა ვიცი, წარმოება ესა აღსრულებდა და ეგეთ რაღაცები, ეს ისე უნდა იყოს, რომ ადამიანი, მოკლედ ინდივიდუალური кейსი, ასე ვთქვათ, ჩვენ დავარქვათ, უნიკალური кейსი არ უნდა მოთავსდეს სამართლის არსებული სამართლის ჩარჩოებში, არამედ მისი ინდივიდუალურობა მთლიანად უნდა იქნას გათვალისწინებული. როგორც ხედავთ, ეს ამოცანაა. აი მაგალითად იქ სადაც პავლე მოციქულს სიყვარული აქვს, უბრალოდ პავლე მოციქულს ისინი არ აქვს, მაგრამ ისინი აწვევიან მაგას მე რუსი და ბერძენი თეორეტიკოსების სამართლით. ეს სიყვარულიდან აბსტრაქტული არის, რომ მაგალითად დოსტოევსკის გმირს აქვს, რომ ამდენად უფრო მეტად მიყვარს კაცობრიობა, მით უფრო აუტანელი ხდება ჩემთვის კერძო ადამიანი რა. რაც უფრო მეტად გინდა საქართველოს გადარჩენა, მით უფრო მეტად ხდები ადამიანის მიზანთროპი ხდები რა. ეს ჩემ ყოფილ ამ ხანაკსაც ეხება. ეკლესიის გადარჩენის მზად რო იყო, ყველა შეეწია და ყველაფერი, ოღონდ თავის იდეა ქონდა ეგეთ, როგორ უნდა გადარჩენილიყოს ეკლესია. ესეთია რუსეთი, ხო, მაჭრასიის გადასარჩენად არც მაჭრასიის გადასარჩენად არც საკუთარ ხალხს ინდობს პუტინი და ეს იდეოლოგები და არც არავის დედამისად. ხო ეს ძალიან ცუდი რამე არის, ხო ისგან.
ამისათვის ესე იგი მე უნდა გამომეყენებინა ხო ზოგი ამ ადამიანის ზოგადი სიყვარულის ადგილას აი კასისელი მაგალითად აყენებს ევროპელები აყენებენ მაგალითად ადამიანის უფლებებს და სწორედ ის რომ ადამიანის უფლებები არის ნეგატიური ესე იგი არცად კონკრეტული არ არის რა ესე მაქსიმებია ესე ღია მაქსიმებია არ გიუნება კონკრეტულად რა არის თავისუფლება რა არის ბედნიერება რა არის ადამიანს აქვს ბედნიერების თავისუფლება უფლება რელიგიის და ასე რაღაცა მაგრამ არ გიუნება რა რელიგიის რა იმის ესე კასისეს ამას აკრიტიკებს მე დელეზი მაგრამ ნუ ოკეი ეს არ არის დიდი ამბა კასისეს არ აკრიტიკებს ადამიანის უფლებებზე შემოაქვს რაღაც ერთგვარი კრიტიკა და ესეც არ არის საკმარის ესეც მაინც სხუდია კიდევ უფრო მეტად გაშლილი უნდა იყოს მაგრამ ნუ კასისერი გამოდის პრაგმატიკული გააგებით რა ნუ ყოველ შემთხვევაში ეს მაინც და მე თუ ამის მე რამე კიდე სხვა გამოჩნდება ოკეი ნუ საზღვარი არის სიყვარული ხო გასაგებია მაგრამ იმ სიყვარულამდე რაღაცა ხიდები უნდა გადო რა კონკრეტული ხიდები რაზეც დააბიჯებთ ახლა რა მიხვალ იქამდე თორე ჰაერს თუ აფარფათ აფერ გამო პირდაპირ ექსტაზით იქ ვერ მიხვალ შეიძლება შენ მიხვიდე ინდივიდუალურად მას სხვას ვერ გადასცემდა ანუ საბოლოოდ გამოვა ისევ ის რაც ყოველთვის გამოდიოდა დიქტატურა და ტოტალიტარიზმი რაც რუსეთს ბიზანტია სერბეთს და ყველა მაგათ ახასიათებს ყველა ჩვენ გვახასიათებს ხო მაგრამ ეს იდეა კარგია გასაგებია ხა საკმარისად დელუზია აღიწეროს და მორჩა ჩემი ამოცანა ეგ არის ხო მაგრამ არის მეორე ვარიანტი მეორე რაღაცა ეს არის რომ მე ვერთობი მაგალითად დედიშერის თარგმანებით ხოლმე რა მიყვარს მისი რაღაც ეს ჩახუჭუჭებები და რაღაცეები და მარტო მაგას იმას შვები რა ქვია უკითხულობ ხოლმე ხო დედიშერის ხან იმ თარგმანს ხან ამ თარგმანს ხან იმას ხან ეგეც დროის მოკვლის ამბავში ხო რა ხდება ახლა ვიტყობ მაქსიმეს ხო ხარ და მაქსიმზე მე დისერტაცია მაქვს დასული და ნუ რაც შემელო ვკითხულობდი ხოლმე მაქსიმოს ეხა გამოვიდა კიდე 23-ში წიგნი ის ჩამოტვირთე მაგრამ ჯერ არ წამიკითხეს ნაწილი შესავალი წავიკითხე პირველი თავი და კარგი თავმოყრა იმისა რაც აქამდე გაკეთებულა მაქსიმეზე რა წასაკითხია მაინც და განადვილი არის არ არის ნუ თეოლოგია და ის ძალიან მიადვილდება ხო ეგ ერთი აი აქ უყურს შეძრომა ამას რა და სხვა ამ ტალახებში მე იმაშვება რა ქვია რაღაცებს ეძებს იქ რა ისინი არიან კურდღლები და მაგათ ეძებს რა სულ ეს თუ გამექცა ხოლმე ამ ორგანგული ტალახში მოდის ჩემ შვილი მეჩხუევა ხოლმე ხო და მაგრამ ეხლა მე ამით რომ წავდგე მაგალითად იგივე მორწმუნეებთან ან იმავე მორწმუნეებთან ან ნუ თეოლოგიებთან ეხლა მაგალითად ეს პირველი ნაწილი სუსუ პირველი ნაწილი გაუგზავნია ვლადიმერის სემინარიის სამართლის პროფესორს და ეს ტიპი ითვლება ყველა სამართლის ესე იგი ყველგან არის წარმომადგენელი ამერიკის ეკლესიის რა ეგ ითვლება სპეციალისტად მაგ დარგში და ძალიან კარგი ათზივი ქონდა რა ძალიან კარგი აუ გამიკვირდაო გაუცებული დავრჩიო ეს რა არისო და რაღაც ეგეთი ძალიან ისეთი თან შეიძლება ამერიკელი ყოველთვის ძახიან რომ ეს კაია და რაღაც უცარ გეტყვია მაგრამ თვითონ ეს მეგობრული ტონი იყო ძალიან და მოეწონა რა ეს მაგრამ ეს იყო პირველი მონახაზი თავი ამისანა ჩემის ამ ხალხს დაველაპარაკოს ეგ ამ თეოლოგებს მართლმადიდებლებს მომავალში შეიძლება პარტიებს აი გირჩი რომ გაიმარჯვებს ან რაღაც ეგეთი რო იქნება აი რა ვიცი ოდესღაც საქართველოში თუ დაჭირდათ ურთიერთობის სწორი ურთიერთობის ჩამოყალიბება სწორი ურთიერთობების ჩამოყალიბება თქვა ეკლესიასთან გითხრა ადრესა საეკლესიო სამართალ და ეკლესიის სამართალ ტერმინოლოგიურად ზოგჯერ სხვაობს
ეკლესიის სამართალია ეკლესიას რაც აქვს საეკლესიო სახელმწიფოს რაც აქვს ეკლესიას. ეს ორივე გაერთიანებული იყო რჯულის კანონში. ხო და ესე იგი მე უნდა ეს რაღაცნაირად მივაბა მართლმადიდებლურ თეოლოგიას, ხო? ხო, ამისათვის ადრე მქონდა გაკეთებული, მაგრამ არ დამაკმაყოფილებლად ეს არის დელეზის ინკორპორიალების იდეა, რა. ეს რაღაც ინკორპორიალი რა. ეს არის სტოური კონცეფცია. საკმაოდ ჩახლართული, ამოხლართული. და ნუ დღემდე იკვლევენ რა და რაღაცა კამათებია მაგასთან დაკავშირებით რა. ესე იგი ესე ადულად არ ხდება მისი გაგება რა არის კოპა. იმიტომ ბევრი ტექსტები ქრისტიანები ხო და ცხელი მიუწვდათ ქრისტიანებს ყველაფერი დაწვეს მოსწვის გაანადგურეს და არა გვაქვს საკმარის ტექსტების სტოელები შემონარჩუნებული და გვაქვს რაღაც ნაკუცები იქიდან. ხო და ამ სტოურ ონტოლოგიას ესე იგი ონტოლოგიას არსის შესახებ ფილოსოფიას აი რა არის თვითონ ის რაც არის რა ესე რომ ნუ მე რატომ არის როგორ არის და რაღაცები მაგრამ აი რა არის ის რაც არის on არის ბერძნულად არსებული საგანი რა შეგიძლია თქვა არსებული ხო და ისტორიული ფილოსოფია არის ერთადერთი ფილოსოფია რომელმაც აი წინააღმდეგობა გაუწია პლატონის იდეების თეორიას, კი საბოლოოდ უარყვის. ესე იგი ყოველგვარი ეს მეტაფიზიკური იდეების რაღაცას არის ის ადამიანის სული და რაღაც ეგეთი რაღაცები რა. სულის მატერიალურია სტოიკოსებისთვის. სტოელებისთვის ესევე შეგიძლია. ხან სტოელია, ხან სტოიკოს. ესე სტოა იყო რა, სტოიკოს. აი თვითონ ბერძნულია რა. მაგალითად სამარიტელი თუ სამარიელია ქართულად, მაგრამ სამარიტის არის სამარიელი ბერძნულად და მე ქართულში გამოვიდა სამარიტელი რა. როგორც ნიკოლოზი კი არა ნიკოლა სახელი. ნიკოლაოს და ოს არის სახელობითი ბრუნვის თანამატი, მაგრამ საქართველოში ნიკოლოზად შემოვიდა. რუსულში ხო ნიკოლაოს არის. იტალიაში ნიკოლა. ხო, ზოგჯერ პირდაპირ შემოვიდა. ხო. ხო და ესე იგი არ ინკორპორიალეს უსხეულო რაღაცა და სადაც აი ამ სწორედ ამ ინკორპორიალების საშუალებით გამოყენებით სტოელებმა დაუპირისპირდნენ შეგდება თუ შეუგნებლად დაუპირისპირდნენ პლატონს რა ყოველგვარი მეტაფიზიკა და რაღაცა ყოველთვის დაინახეს რომ ეს მეტაფიზიკა ყოველთვის არ მუშაობს ჯერ ერთი კარგად და მეორე ყოველგვარი დიქტატურისა და ტოტალიტარიზმის რაღაცა წყარო ხდება რაღაცა არ გამოდის ნუ ის ესმის მე ბოლო ეს იდეა კარგად ხო აი მე ვიცი სამკუთხედი როგორ სამკუთხედობს შენზე მაგრამ ამიტომ მე უნდა დამემორჩილო შენ ილია მეორემ კარგად იცის გამოცხადებები ცაში რა ხდება და ამიტომ მას უნდა დაემორჩილო აი ესეთი შენ რასაც ვერ ხედავ სხვა ხე ეს კონსპირაციის ერთ-ერთი სახეა რა გნება თუ არ გნება თუ ხო და ეს რო არ მოხდეს და უფრო მეტი აქცენტი გაკეთდეს თვით ადამიანზე ესე იგი რა შეუულია კერძო ადამიანს ნუ სტოელებს დაჭირდათ ესეთი ონტოლოგიის გაკეთება ეს ინკორპორიალი ხო მეორე არის მაქსიმის თეორიაში ბევრია მნიშვნელოვანი მაგრამ ერთ-ერთი მნიშვნელოვანი არის კონცეფტი ლოგოსის ამას უწოდებენ ხოლმე ადრე რო თქვი გოეთეზე მას გაეცინა მე კოკას ურნა კონცეფტია ესე იგი ის რაც არ გესმის კარგად რა ამ კონცეფტში ყრი ესე იგი მაქსიმუმს არსად არა განმარტებული ლოგოსი რა არის მაგრამ ყველგან ნუ თავი 90%-ში იყენებს ლოგოს როგორც გადამწყვეტ კონცეფტს რო ახსნას სხვა რაღაცა მაგრამ თვითონ ლოგოსი აუხსნელი რჩება დღემდე აი ვერ ნახავთ ვერცეთ კალკულებას რომ ეს ლოგოსები თავიდან ბოლომდე იყოს აი გამართულად ჩამოყალიბებული და აღწერილი ნუ ვერ აკეთებენ ამას
Hey, How you doing? good morning. My little girl. Yes, Jimmy. Oh, Keshi come here, mezobeli. little girl. Come here. Იტალიელი წარმოშობით. Oh, you're good. You're ხო, good. დილას ამისი მარიხონა სუნი You got მაგვიძებს. so much energy. Come here. Come here. Come here. Come here. Come here. She's excited now. Yeah, she's a good girl. Yeah, She's a good girl. she loves you. Yeah. They trust you. She knows good. Yeah, She yeah. knows good. She knows who loves her. Yes, exactly. You know? Yeah, they feel Smart. it. They're smart. You don't want the trash. You don't get the trash. Okay. Rob. Have a good day, man. You too, brother. Hey, cool. Yeah. ხო, Cooled off a little, you know? yeah, I know. You're like me, you don't like it too hot. Exactly, I don't like it at all. Yeah, cold is better, yeah, sure. ხო და მოკლედ I am logos-ების ის ვინც ის პირველი ეს ვინც ამას ყველაზე დიდი ყურადღება მიაქცია იყო ბალთაზარი არის ეგეთი კარდინალი იყო დიდი მოაზროვნე იყო და მან დაწერა ეს თვალწინები კოსმიკური ლიტურგია იმისი რა ქვია მაქსიმესი ანუ სერიოზული და იმან ნუ თქვა რომ აი მაქსიმესის ლოგოსები არის პლატონური იდეები რა ну მე წავიდა ხანესია და ცდილობენ რომ აჩვენოს პლატონური იდეები არ არის იმიტომ რომ თუ ეს პლატონური იდეები ესე იგი რეალიზმი გამოდის რომ ჩვენსა და ღმერთს შორის არის რაღაცა გაშუალებულება ეგერთი მეორე ეს იდეები უპიროვნოები არიან რაღაც უპიროვნო სქემებში თავსდებთ ჩვენ და აქ ბოლომდე თავისუფლებაზე ლაპარაკი ზედმეტია ნუ თან ეს გავს სქოლასტიკას და მართლმადიდებლობაში ხო ეს სქოლასტიკა არ ევასებათ ნუ არა ახლა ბოლოს უკვე მიხვდნენ რომ სისულელი ამ სქოლასტიკისა ლეგალიზმის კრიტიკა ხო და კრიტიკა შეიძლება ყველაფრის უბრალოდ მტრული კრიტიკა თავ ხო და მოკლედ ყველანი ცდილობენ უმეტესობა ცდილობს რომ აჩვენოს რომ ეს ლოგოსები სწორ არ არის იდეები რომ ეს ლოგოსები რომ იდეები ყოფილიყო იდეებს გამოიყენებდა სიტყვა მაქსიმე და მაქსიმეს აქვს სტრუქტურა ნეოპლატონისტური მაგრამ ის აშკარად ცulis ამ ნეოპლატონისტურ სისტემას და ძალიან ემგონება რაღაცა მომენტებში მაგალითად თავის ქრისტოლოგიაში მაქსიმე იყენებს სწორედ ამ სტოურ ტერმინოლოგიას და სტოურ მიდგომას რა ესე ყველაზე კაცრ საკითხში მისდევს არა ნეოპლატონიკოსებს არამედ სტოელებს აი რაც არის ემესიოს ნემესელს სხვადასხვა ემესიოს ნემესელში არის ძალიან ბევრი სტო ესაც ქართულად პეტრიტის მიერ არის თარგმნილი მიაწერენ პეტრის არ ვიცი მართლა არ თუ არა მის თარგმნა და ნუ ჩვენთან 1914 წელს გამოვიდა შეგიძლიათ პირდაპირ ჩამოტვირთოთ თუნდაც ჩამოტვირთეთ ხო მაგრამ ნემესელის ანთროპოლოგია მანამ დიდ ყურადღებას აღარ აქცევენ მართლმადიდებლობაში იმიტომ რომ ის რაღაც ქრისტოლოგიური დავების რაღაც შუაშია და ნუ ბევრი რაღაცა იქ მაინც არ არის ბოლომდე მიყვანილი მე დაიხვეწა ეს ბევრად და ნუ დაგვირგვინდა დამასკელთან და ეხლა როცა დამასკელი გაქვს ანასტასის სინაელი გაქვს და ეგეთი ვიღაცები გაქვს ნუ მე იქ აღარ გჭირდება ეს ნემესელი იმდენად თუმცა მაინც ჩვენმა მან როგორც ყველაზე მეტად ფილოსოფიური ტექსტი თარგმნა პეტრიცა ვიღაცა მაგის დარმა ხო და მოკლედ ამ სადაც პლატონური იდეებია სტოელებს აქვთ ინკორპორეალები როგორც ჩანს დელიზისთვის სამართალს აქვს ეს ინკორპორალური ხასიათისება აი ასე თვითონ ინკორპორეალებს იღებს დელიზი სტოიკოსების სტოელებისაგან და ანვითარებს ასევე სტოული ინკორპორეალის იდეა შეიძლება სამე დავჭრიტოთ მაქსიმესთან მაგ ერთი ტექსტი შეიძლება იმაზე მუშაობა და
აი ამით უკვე ხიდს ვაბა მაქსიმეს ლოგოსების თეორიასა და მაქსიმეს ონტოლოგიასა და სტოიკოსებთან და სტოიკოსების გავლით დელიოსთან. ესე იგი, ჩემ თეორიას, ოდესაც წამოვაყენებ, რომელიც ძირითადად იქნება დელიოსზე და მამარდაშვილზე დაფუძნებული, იმიტომ რომ მე იქ მამარდაშვილის ერთი კონცეფტი ცნობიერების რაღაც კონცეფტი. მეტაფიზიკური აპოსტერიული და აი ამ ყველაფრის ერთად ამ ჯემში ჯამს ხმარობ ჯაზის გაგებით, ჯაზური ჯემში ეს ინგრედიენტები რაღაც საერთო სიტყვებას ქმნიან და საერთო არომას ქმნიან. აი ამ სიტუაციაში უკვე ეს ჩემი ეს თეორია თუ მივიყვანე ბოლომდე აღმოჩნდება, თეოლოგებისთვისაც, ასე ვთქვათ, ხელმისაწვდომი და ხელში ასაღები. ჭირდება ჩვენ ეს მართლმადიდებლებს არ აგვაქვს ერთი ქართველებს უჩვენდეს და რაღაც ესეთი ისამაკრა. მაგრამ არ არის ადვილი თასკ, ბევრ კითხვას მოითხოვს და ბევრ მუშაობას მოითხოვს ეს. მე კიდე მეზარება უკვე, მაგრამ ნერნელა მაინც მივიწევ და ვნახოთ რა შეიძლება. თუ არა და ეს დარჩეს აგერეს და ვიღაცა სტუდენტმა აიღოს ამ თემაზე შეუძლია იმუშაოთ. გაენაღვლება. მაინც ხო აქ რაღაცა მუშაობას ეკეთებინათ.